გამეცანით. ტატოლოგია. რასაკეთებთ ნიჭიერში? ხერხით მაქვს ნომერი. ხერხით? რასაკეთებ? ხერხს ვესა. ხერხი რადგინა ნიჭიერში? ხერხით მაქვს ნომერი. ვინმე უნდა გახერხო? სალამი. გამარჯობა. უცნაური ბიჭი ჩანხარ. ვინ ხარ? მე ვარ ტატოლოგილავა. ვარ 17 წლის სკოლის მოსწავლე, დავდივარ მუსიკალურ სკოლაში და უკრავ ორკესტრში. რაზე უკრავ სკოლის ორკესტრში? ვიოლინოზე. და ეხლა რო ხერხი გიჭირავს? ეხლა ხერხით შემოგთავაზებთ. ხერხის ჯობია ვიოლინოსა, თუ კაცი მოიგონებს ახარ? აი, ზუსტად ბატონო დირექტორი, ბატონო დირექტორი. ნახოთ. მიდი აბა. What? აურა საყოელი ხმა ხერხს. ძალიან მაგარია. ხერხს აკმნესებს რა, აკმნესებს ხერხს. Bravo! Bravo! Tato, ძალიან კარგი ბიჭი ხარ. საკმაოდ რთული ამოცანაა ეს, იმიტომ რომ სმენით უნდა მართო. აი ეს როგორ და ავტომატის მამდე უნდა კონდეს ხელი მიყვანილი, ყოჩახ. კარგი სმენა გაქვს და როგორ ჩანს კარგი მუსიკოსი ხარ. აბა. მე საერთოდ არ გამიგე, პირველად დავინახე, რომ შეიძლება ხერხზე დაკვრა. შემდეგ ჯერზე ბენზო ხერხი იქნება. ძალიან ორიგინალურია, ძალიან ფანტასტიკურია და მე ძალიან მომეწონა და შენც მომწოხარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტიპაჟი ხარ. აბა. არ ყოფნიდა ვიოლინო შენი ემოციის გამო სახატად და ხერხსაც მიმართე. შვენიერი ხერხისთვის მიგიმართავს, მინდა გითხრა. შენმა ვიოლინოს მასწავლებელმა იცის ხერხზე რა? არა, ხო, იმიტომ რომ ცოდოა არ უთხრათკაც გული გაუსხდება, იმიტომ რომ ღმერთების ინსტრუმენტზე დაკვრას რო ასწავლენ და მოსწავლეს და ხერხით რო გამოვიდეს სცენაზე, ნამდვილად გული გამოსკდებოდა. თუმცა ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, მართლაც აბსოლუტური სმენა გაქვს. ძალიან რთულია ამ ინსტრუმენტს დავარქვენ ხარ ას ხელში გიჭირავს, მაგრამ მაინც დაკვრა. ინსტრუმენტია ყველა გაგებით ზავი. ოჩახ, ძალიან საინტერესო ნომერი იყო. აბა. მე გონია რომ 4 კი გაქვს მეკოლეგებო. რა თქმა უნდა. მოკლედ მე გადაცემას წავიყვან, შენ ხერხზე დაუკარე, არ გამომდის რა უკნა. გამოვიდა, გახერხა და წავიდა. გახერხა და დაუკრა და წავიდა.